გამოცხადებულია, რა დაუჯდება მერიას დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის გაყვანა. ეს და სხვა თემები რამდენიმე წუთში. პაվել ჰერჩინსკის თქმით, დეკემბრის ბოლომდე ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება, რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს. არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება, ამბობს ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უკანონო შემოსავლების მიღებას აღიარებს. ღარიბაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაო უნდა გადაიხადოს. 2025 წელს ყურძნის მოსავალმა ბოლო 30 წლის რეკორდი მოხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადამუშავებულია 321,000 ტონა ყურძენი. ევროკავშირმა და უზბეკეთმა თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. კაია კალასის შეფასებით შეთანხმება გზას უხსნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, დაკავშირებადობა, ვაჭრობა და პოლიტიკური დიალოგი. საღამო მშვიდობისა BMG საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე სიახლეებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობთ. 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების უახლესი ანგარიში, სადაც შეფასებული იქნება, როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მიიღო. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის განცხადებიდან ხდება ცნობილი. ამასთან ელჩი ამბობს, რომ დეკემბრის ბოლომდე გასაჯაროვდება ანგარიში, როგორ აკმაყოფილებს საქართველოს უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს. უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკი ამბობს, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება, ამბობს ევროპელი დიპლომატი. ტენდერი გამოცხადებულია. ახლა თბილისის მერიამ 416,5 მილიონი ლარის შესყიდვის ფარგლებში ის კომპანია უნდა შეარჩიოს, რომელიც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის დაპროექტებასა და მშენებლობას განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ასევე უნდა აშენდეს ტრამვაის დეპოც. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს. თბილისის მერია დაპროექტებისა და სამშენებლო პროცესის დასრულებას 3 წელიწადში გვპირდება, რაც ტრანსპორტის ექსპერტებს კითხვებს უჩენს. რა დაგვიჯდება დამატებით ტრამვაის შემადგენლობების შესყიდვა, რომელიც წარმოების ტრამვაიზე უნდა გააკეთოს თბილისმა აქცენტი და რა შედეგს უნდა ველოდოთ პროექტის დასრულების შემთხვევაში. ანუკა ჯოხაძე გვიერთდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანუკა, გისმით. ელენე, ტრამვაის პროექტის სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ტრამვაის 7,5 კილომეტრიანმა ხაზმა დიდი დიღომით დიდუბესთან უნდა დააკავშიროს. სწორედ პროექტირება უნდა დაადგინოს, თუ სად გაივლის ტრამვაის ლიანდაგი და იქნება ეს თუ არა მაგალითად აღმაშენებლის ხეივნის შუა გამყოფი ზოლი. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიცაც კონტრაქტორი კომპანია მოაწყობს, 300 მგზავრზე გათვლილ ტრამვაის შემადგენლობებს უნდა მოემსახუროს. ტრამვაის სპეციალისტი ასმათ აბესაძე, რომელიც თბილისში ტრამვაის დაბრუნების პროექტზე 2011 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ პროექტი განსაკუთრებით სჭირდებოდა დიდი დიღმის მოსახლეობას, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით ნაკლები წვდომა აქვს და საათობით საცობში დგომაც უწევს. მისი შეფასებით დაგეგმილი მარშრუტით 300 მგზავრი ერთ ჯერზე შეფერხების გარეშე შეძლებს დიდი დიღმიდან დიდუბემდე ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძამდე მისვლას. ერთ ჯერზე 300 კაცის ტევადობის შემადგენლობებს ითვალისწინებს სატენდერო დოკუმენტაცია. ეს არის ძალიან კარგი. ანუ წარმოიდგინეთ, ტრამვაის ერთი შემადგენლობა შეძლებს, რომ 300 კაცი ერთდროულად გამოიყვანოს უბნიდან და მიიყვანოს სატრანსპორტო კვანძამდე. სატრანსპორტო კვანძი, როგორც მარშრუტს უყურებ, არის მეტრო დიდუბეს მიმდებარე ტერიტორია. ეს არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სადაც თავს იყრის როგორც სარკინიგზო სადგური, ასევე რაიონებიდან და რეგიონებიდან შემომავალი მიკროავტობუსები, ასევე საქალაქო მიკროავტობუსები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორივე სახეობა, ანუ ავტობუსის და მეტროს. შესაბამისად, აი ეს კავშირი დიდი დიღომი დიდუბე არის ძალიან საინტერესო მგზავრებისთვის. საათობით კარგავენ დღეს დროს ტრანსპორტი იმდენად უჭირს დიდ დიღომს და აი ძალიან განტვირთავს.
დიდუბე სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია ამ ტერიტორიაზე თავს იყრის როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ექსპერტის საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა გვიხსნის, რომ პროექტირებისას უნდა იყოს ყველა შესაძლო რისკი წინასწარ გათვლილი, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალება არსებულ ქსელში მარტივად და ეფექტიანად ინტეგრირდეს. განსაკუთრებით კი დასათვლელი არაეფექტი იქნება ტრამვაის საბოლოო გაჩერებაზე, ანუ დიდუბეზე. თავარი ის არის, რომ ეს კარგად უნდა ჩაჯდეს ზოგადად ქალაქის მთლიან სატრანსპორტო სქემაში, განსაკუთრებით იმ სატრანსპორტო ჰაბებთან, კვანძებთან, რომელიც ქალაქს აქვს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი იქნება ეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კვანძები კარგ ისეთ ადგილებში იყოს, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორც წმინდა გადაადგილების, ისე აქტიურობის კუთხით. დიდუბე არის სატრანსპორტო ჰაბი. ეს კვანძი როცა გაკეთდება, იქ რა გავლენა ექნება და ის როგორ შეიძლება გაფართოვდეს, ან რა დამატებითი საჭიროებებია, ესეც უნდა იყოს გარკვეულწილად, რა ქვია, გამოკვლეული. გამოცხადებულ ტენდერში არ შედის უშუალოდ ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის საფასური, შესაბამისად თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ კუთხით ცალკე ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ტრანსპორტის მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ თბილისის მეტროს ვაგონებისგან განსხვავებით ტრამვაის შემთხვევაში აქცენტი ევროპელ მწარმოებლებზე უნდა გაკეთდეს, რომელთაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით ვიდრე ჩინურ კომპანიებს. შესაბამისად მათი რეკომენდაციაა, რომ ტრამვაის შემადგენლობების შესყიდვის ტენდერის მოთხოვნები ისე იყოს გაწერილი, რომ კონკურენციას არ ზღუდავდეს. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს ჯამში 36 თვე, ანუ 3 წელი ექნება, აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი. დადგენილი ვადებით სატრანსპორტო მიმართულებით მომუშავე ექსპერტებისთვის ასევე ბუნდოვანია, რადგან საუბარია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც მშენებლობისთვის გამოყოფილ 2 წელიწადში რთულად შესასრულებელია. მადლობა ანუკა ჯოხაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ქართული აგრიფინტექ სტარტაპ ტელაგს ინვესტორი ნიუ-იორკში დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საკონსულტაციო კომპანია Dresseler Consulting-ი გახდა. ინვესტიციის პარალელურად პარტნიორობა მოიცავს Dresseler Consulting-ის დამფუძნებლის Chris Dresseler-ის ჩართულობას მრჩევლის როლში და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, რომელიც ტელაგს დაეხმარება მოწინავე მონაცემთა და AI ტექნოლოგიების დანერგვაში. ტრანსკონტინენტური პარტნიორობა თბილისში გამართული ფინანსური სამიტის პარალელურად შედგა. აღსანიშნავია, რომ ტელაგს ქართული აგრიფინტექ პლატფორმაა, რომელიც ამცირებს აგროსესხების რისკებს განვითარებად ბაზრებზე. ქართულ ფინტექ სტარტაპ ტელაგრისა და ჩვენს კომპანიას შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შედგა. ტელაგრიში ინვესტირებით ჩვენ ვაზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. მათთან ერთად სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ, რაც გვეხმარება ხელოვნური ინტელექტის ახალი უნარების ბაზარზე შემოტანაში. ტელაგრი ძალიან ინტელექტუალური და კომპეტენტური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა. მათ დამანახეს, რომ ამ რეგიონში, ამ ბაზარზე საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა და საინტერესო იყო ამ შესაძლებლობების აღმოჩენა. ხმაწლოვანი პორტის გარეშე საუბარი, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ჰაბი, არასწორი და არასერიოზულია. გადამზიდავი კომპანია Cosco Shipping Line-ის კომერციული მენეჯერი შუადერეფნის პერსპექტივაზე საუბრისას აცხადებს, რომ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე საქართველოს შეუძლებელია ტრანზიტულ ჰაბად იქცეს, რადგან ქვეყნის პორტები, როგორც წინა წლებში დღესაც ზედა ზღვარზე მუშაობენ და ამ მიმართულებით ტემპი ასაჩქარებელია. გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ გამოწვევები მხოლოდ საქართველოზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტს არ აქვს, არამედ შუადერეფნის დაბრკოლების სათავეა ყაზახეთი და აქტაუს პორტის შეზღუდული გამტარ უნარიანობა, რაც მთლიანად მარშრუტის კონკურენტ უნარიანობაზე მოქმედებს. ჩვენ ისე ვიქართ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია მთლიანად დასასრულებელი გვაქვს, ვიცით, რომ უკვე თითქმის დასრულებულია, მაგრამ დასრულებული არ არის, ამიტომ დასასრულებელია და ისევ ჩვენი პორტები, სადაც ჩვენი პორტები ჯერჯერობით სამწუხაროდ ისე ვიქართ, სადაც ვიყავით დღევანდელი გამტარ უნარიანობით, რაც გვაქვს ზედა ზღვარზე მუშაობ და თუ ჩვენ გამტარ უნარიანობას გავზრდით აქ რკინიგზის მეშვეობით და მაგისტრალის მეშვეობით, მე
ვეჩეხებით პრობლემას, რომ გვევსება ტვირთით ჩვენი ტერმინალები პორტში, რადგან არ აქვს ფიზიკურად იმის შესაძლებლობა, რომ დღეს უკვე ზედა ზღვარზე ვართ, შარშანაც ზედა ზღვარზე ვიყავით და ამიტომ, ეგეთ პრობლემის წინაშე დავდგებით. რაც მე ინფრასტრუქტურა არის საჭირო. აუცილებელი ხმოვანი პორტი, ამას წლებია ვიძახით, იმიტომ რომ ერთია რომ ამასაც იგივე სულ ვიმეორებთ, რომ როდესაც შენ კლიენტს მოიყვან და არ წვნებ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, აიღებ პასუხისგებლობას, ჩამოიტან ტვირთს პორტში, რომელიც სამ შემდეგ გასაგზავნია ექსპორტზე და შენ მას დაუგვიანებ, შევქმნი პრობლემებს, ის აუცილებლად განაწყენდება და აუცილებლად მოძებნის სხვა იმ ძველ თავის ნაცად გზას. ხმოვანი პორტის გარეშე იმაზე საუბარი რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ჰაბი, არასწორია და არასერიოზულია. პირველ რიგში ხმოვანი პორტი რათა დაკავშირებული ვიყოთ სოფლიო სავაჭრო გზებთან. ხმოვანი პორტის გარეშე ჩვენ არა ვართ დაკავშირებული, ჩვენ ვართ ტრანსშიპმენტზე მიმოდი. 23 ოქტომბრისთვის საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330,000 ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც 2025 წელს ბოლო 30 წლის ყველაზე რეკორდული რაოდენობა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21,200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200,000 ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი სახელმწიფომ შეიძინა. რეკორდულად მაღალ მოსავალთან ერთად წელს სახელმწიფოს მხრიდან ასევე რეკორდული თანხა დაიხარჯა ყურძნის შეძენა გადამუშავებაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე რთველზე მოსავლის მართვის კომპანიამ 50 მილიონი ლარის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვაზე თანხმობა მიიღო და მოგვიანებით კიდევ 100 მილიონიანი შესყიდვა ითხოვა, რაც განხილვის პროცესშია. წელს რთველი განსხვავებული იყო იმითაც, რომ კახეთში კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემოდა და ჭარბი ყურძენი მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილმა მოსავლის მართვის კომპანიამ შეიძინა. ღვინის დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ სუბსიდიიდან ნაწილობრივი გამოსვლა სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა მათი შეფასებით წლევანდელ რთველზე სექტორში არსებული მთავარი გამოწვევა უფრო გაღრმავდა. გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ამ პირობებში სახელმწიფოს წელს სავარაუდოდ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შეძენა მოუწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე სახელმწიფო ეგრეთ წოდებულ ჭარბ ყურძენს ჩაიბარებს, იქამდე ყურძნის ხარისხი კვლავ გამოწვევა იქნება. საქმის კურსი ამით დასრულებულია. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.